რა ხდება ახლა თქვენ შორის? ენერგეტიკა ჩემი არის ურთიერთობაზე, რომელიც არც თუ ისე დიდხნიანია, რომელშიც არ არის ჯერ ჩამოყალიბებული სადმე ის ურთიერთობა. ანუ მოდი ასე ვთქვათ, ახლად დაწყებული ურთიერთობა. ვნახოთ სიგნიფიკაცია თქვენ შორის ახლა რა ხდება. არის კომუნიკაცია, ძალიან აქტიური კომუნიკაცია, მაგრამ ხო, ანუ როგორი რაღაცა ხდება, იცი? ახალი ურთიერთობა მაგრამ ეს ადამიანი, იცი როგორ არის ამ ურთიერთობას კომუნიკაციის იგით თითქოს არსად არ მიდის თქვენი ურთიერთობა. შეხვედრა ვერ ხდება თქვენი, რაღაცა შეჩერება, მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაცია, მოდი ასე ვთქვათ. შებოჭილია ეს მამაკაცი არის თვითონ შებოჭილი. თითქოს ამ ურთიერთობიდან ვერც საბოლოოდ გადის, ვერც წინ ვერ მიყავს და აი ამ დომხალში, აი ვერ გეგმავს მომავალს ამ ურთიერთობის არსებულის იქით. რატო რა გჭირს ვინახავ? აბა მიკითხოთ ახლა, რა შთაბეჭდილება დატოვეთ პირველად, როდესაც შედგა თქვენი გაცნობა კაცზე? რა შთაბეჭდილება დატოვეთ? ძალიან გულნათკენი ქალის შთაბეჭდილება, რომელიც ასე ვთქვათ, თავის საყვარელ საქმეშია ჩაფლული, მაქსიმალურად გადართულია თავის საქმეზე, შეიძლება თქვენ სადღაც ისეთ ან სამხატვრო რაღაცაში მუშაობთ, ან სახელოსნო გაქვთ თქვენი საკუთარი საქმე გაქვთ და გიყვართ ის საქმე, რასაც აკეთებთ. ქალი, რომელსაც შეიძლება ოჯახი დაენგრა, უღალატეს და ასე ვთქვათ, აი ამ ტკივილის ფონზე ეს ადამიანი პირველად განახლდა თითქოს იგრძნო ამ სიტუაციაში, ამ ურთიერთობაში რაღაცა ჰარმონია. გასაგებია. ესეთი შთაბეჭდილება დატოვეთ. მაშინ ახლა ვითხარი, ძვირფასო კვერთხების მეფე. რა გეგმები გაქვს ამ ქალთან დაკავშირებით? ამ ეტაპისთვის შენი გეგმები ამ ქალზე? ბატონებო, რომ თქვენი წარსული, ტკივილი აბსოლუტურად საბოლოოდ დატოვოს წარსულში. აი ეს არის ამ ადამიანის გეგმა, მოგცეთ აღიარება, ულამაზესი ხარ ამბობს და ანუ რასაც იმსახურებს ეს ქალი, მინდა ის კონდეს მიწიერ დონეზე და პირველ რიგში ამის გეგმა არის, რომ თქვენი ის წარსული, რომელიც დიდი ხანია უნდა გაგეშვათ, ამ ადამიანმა უნდა თავისი თავით დაგავიწყებინოთ და საბოლოოდ გაგანთავისუფლოთ ამ ტკივნეული წარსულისაგან. უბრალოდ ეს რას ფიქრობს, იცი? აი ძალიან ბევრს ფიქრობს, თუ თქვენ შორის რაღაცა ისეთი სიტუაცია, რომ აი გაუგებარია რაღაც, ხო, ეს ადამიანი ფიქრობს, რომ რა შემიძლია გავაკეთო ამ ადამიანისთვის, რომ მომავლის რწმენა დავუბრუნო სიყვარულზე. ახო არის ჩხუბეთ.
ან რაღაცა უცბად ხო არ მოხდა თქვენში გაჩერება, მაგრამ ამის მიზანი იყო ნებისმიერ შემთხვევაში ის, რომ შეიძლება ქალი აფეთქდა ის, რომ ისა თქვენი წარსული ტკივილები ჩამოშალოს რა. ამოხსნას ის რითი შეუძლია თქვენი, ასე ვთქვათ, სიყვარულის სიმყარეში იყოს. რატო ხარ ახლა შებოჭილი, გვაჩვენე, რატო ხარ შებოჭილი? ძალიან საყვარელი მამაკაცია, სხვათა შორის, ვინც აყვავს დღეს წარმოდგენილი. მამაკაცი არის თავისუფალი. რატო ხარ შენ შებოჭილი, რატო ვერ მიყავს ეს ურთიერთობა წინ, რა გიშლის ხელს? აქ მეუბნება რომ შენ უშლი ხელს, იმიტომ რომ შენ როგორც ექსპერიმენტს ისე უყურებ ამ ურთიერთობას და ეს ხდება და აი ვერ იღებს რაღაცა კონკრეტულ გზაზე ვერ დგება ეს მამაკაცი, იმიტომ რომ ის არის არ იცის შენ აი შიშები გაქვს იცის ეჭვები გაქვს იცის, რომელიც წარსულიდან მოგხსნევს და ამ ადამიანმა რომ აი ახალ ეტაპზე ქმედება დაიწყოს, ხო? აი ეს შენი ამ ახალ ეტაპთან დაკავშირებით როგორ გამოკეტოს შენი შიშები და ეჭვები ურთიერთობასთან მიმართებაში, აი გამოკეტოს, ანუ დახუროს, აი ამას ფიქრობს, თუმცა აი უნდა ენერგეტიკულად რომ ამ ადამიანმა მზად არის რომ დაიწყოს, გამოგიწოდოს შანსიც, ურთიერთობაც, ყველაფერი დაიწყოს, მაგრამ შენ რომელიც ისე წარსულის ჯოჯოებს იგერიებ, ჯერ ცდილობს რომ ესენი აღმოგიფხრას ამ კაცმა და შემდეგ უკვე გამოგიყვანოს ამ სიბრაზეებიდან, გამოგიყვანოს ამ როგორ ახარ იცი? აბა, აი თითქოს გამომცდელის პოზიციაში უყურებ ამ კაცს, ეს გამაღიზიანებელია და აი გამოგიყვანოს იმიდან, რომ გაუგებრობიდან, დარდიდან, ამ გამომცდელობის პოზიციიდან ეს არის, არ არის და აი გითხრას, რომ მე ვარ ყველა შიშზე წინ, მე ვდგავარ, მე მენდე და მომენდე ყველაფერს მე აღუდგები წინ, თუ კი რამე იყო შენს წარსულში. აჰა, რა ვუთხრა ამ ქალს? უთხარი რომ არის ჩემი მთელი სამყარო, მინდა მასზე პასუხისმგებლობის აღება, მინდა მასთან შვილიც, ყველაფერს უბრალოდ ვერ ვეუბნები, მინდა რომ დაიწყოს ცხოვრება ახლიდან და მე ვარ ახალი შანსი მისი და მიიღოს ჩემი ეს ასე ვთქვათ, შეიძლება საჩუქარი უნდა რომ გამოგიგზავნოთ ან რაღაცა გაგიკეთოთ და მიიღოს ეს ჩემი თავი, მოდი ასე ვთქვათ, რომელიც მაქსიმალურად ეცდება, ხო, აი მაქსიმალურად ცდილობს ეს ადამიანი, ფიქრობს, რომ ეს არის, რა ქვია, რატო ვერ მოქმედებ, რატო ვერ გამოდიხარ სიტუაციიდან, ამაზე დისერტაციას იცავს, მსჯელობს, რომ როგორ გამოგიყვანოს. შეიძლება ძალიან დისტანციაზე ხარ გამიგე. კარგი, მოდი ვკითხოთ სამყაროს, აბა უნდა ენდო თუ არა მამაკაცს და რა გელოდებათ. უნდა ენდოს თუ არა ეს ქალბატონი ამ მამაკაცს, რამდენად სანდოა ეს კაცი, რამდენად სანდოა ეს მამაკაცი, უნდა ენდოს თუ არა ეს ქალი ამ მამაკაცს. კი,
კი, ჩემოძვირფასო, ეს არის საკმაოდ სტაბილური ადამიანი, რომელსაც სულ შენთან ერთად წინ სვლა და მზად არის იმოქმედოს და წარუძღოს თქვენ ორივეს. კი. მზად არის ის შენი ოცნებები, რომელიც წარსულში წინააღმდეგობად გეჩვენებოდა ამ ადამიანმა შეგისრულოს თვითფასო ქალბატონო. უბრალოდ იცი რას მსჯელობს ეს კაცი, როგორ შეუძლია მიწიერ დონეზე, აი ყველა პრობლემა მოგიგვაროს, აი ამაზეა ორიენტირებული. დღეს ძალიან ღირსეული მამაკაცი ყავს წარმოდგენილი. დაწერეთ რა ვისია ეს გაშლა, ძალიან საინტერესოა. რა ელოდება ამ ურთიერთობას უახლოესი 1 თვის განმავლობაში? მაშინ ნახოთ რა ელოდება ამ ურთიერთობას სამყარო მომავალი 1 თვის განმავლობაში. რა გელოდება ჩემო ძვირფასო ადამიანებო და აი ქალი თუ ფიქრობდა რომ სიყვარულის აღარ მჯერა და ეშინოდა ამ შიშებიდან გამოვა ეს ქალი რაშიც დაეხმარება ჩვენი ძვირფასი მამაკაცი რომელიც მზად არის ამ ქალის წარსულ შიშებთან საბრძოლველადაც ამ ქალის გულისთვის და აქ მოგიწევთ საუბარი, სერიოზული საუბარი. აქ ქალი რომ დახურული ქონდა შეიძლება თავის გულისკენ ის თემა ოჯახურ თემებთან დაკავშირებით და შეიძლება უბრალოდ აკვირდებოდა რაღაცა ექსპერიმენტებს ატარებდა კაცები როგორებია და ასე შემდეგ ამ ყველაფერს არ ამბობდა და მკაცრობა ამ ყველაფერზე საუბარი მოგიწევთ. და თქვენი მარტოობიდან გამოსვლა იწყება ძვირფასო ქალბატონო შენი მონათესავი სული გამოგიგზავნა სამყარო. არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ ძალიან ბედნიერი ქალი ხარ, ვინც მიყურება ახლა და ვისიც არის ეს გაშლა. ძალიან კარგი ამბები გელოდება. ძალიან კარგი ამბები. რჩევა შენ სამყაროსგან. რჩევა შენ სამყაროსგან. ჩემო ძვირფასო ადამიანო, მიიღე ეს ახალი ეტაპი შენს ცხოვრებაში, აბსოლუტურად ახალი ეტაპი, სტაბილური ეტაპი შენს ცხოვრებაში. ეს ადამიანი იქნება შენი მზე, გზის გამნათებელი და ეს ადამიანი იქნება ის, ვინც შენთან ემოციებში სტაბილური იქნება, ამავდროულად ბავშვი იქნება, ამავდროულად ურთიერთობის წარმმართველი იქნება და ეს არის სამყაროს საჩუქარი, ეს იყო მაღლა გადაწყვეტილი, რომელიც უნდა მომხდარიყო აქ მიწაზეც. მე კი გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს და თქვენ სულში მზეს. თუ იყო თქვენი ვიდეო, ენერგო ბალანსი გააკეთეთ და მოიწონეთ აუცილებლად ვიდეო. ამ ბოლო დროს სხვათა შორის ძალიან მოუკლო ნახვებმა ვიდეოების თუ გადააზიარებთ ვიდეოს, იმიტომ რომ რაც მეტი ადამიანი ნახავს, რა თქმა უნდა, ვინც საჭიროა ის მაინც ნახავს, მაგრამ შეიძლება დააგვიანდეს ნახვა და დავეხმაროთ ერთმანეთს, გავავრცელოთ ვიდეო, დავეხმაროთ, მოვიწონოთ, გავაზიაროთ იმაში, რომ მივიღოთ ინფორმაცია, ესა თუ ის ინფორმაცია, ვისთვის შეიძლება იყოს ძალზედ მნიშვნელოვანი, ვიღაცისთვის შეიძლება არ იყოს მნიშვნელოვანი, ხო, მაგრამ ვიღაცისთვის ეს ინფორმაცია, როდესაც ორჭოფობს და მისი სრული სიგნიფიკაცია, ხო, ეს ინფორმაცია არის ამოსულ თქვა, ხო, ამიტომ დავეხმაროთ ერთმანეთს. მე კი გისურვებთ წარმატებულ ბედნიერ დღეს და დღის იმ მონაკვეთს, რა მონაკვეთშიც ნახავთ ვიდეოს. აქვე დავძენ, რომ ვიდეოს, როდესაც გახსნით ნებისმიერ ვიდეო, შენი სული არის სივრცის არხზე რთულის. აქტიური არის მაშინ, როდესაც ამ ვიდეოს გახსნით და არ აქვს მნიშვნელობა ეს იყო დღეს დადებული ვიდეო 1 წლის წინ თუ 5 წლის წინ. იმიტომ რომ სამყაროში დრო არის მარადიული და როცა კი შენ ამ ვიდეოს შეხვდები და გახსნი, ის ინფორმაცია მაშინ არის შენთვის აქტუალური ძვირფასო სულება. მე გემშვიდობებით, შევხვდებით მალე.